ეს არის ჩემი საგრიმეო. აი ეს სურათი მიყვარს ძალიან. ივდითი რო უნდა მეთამაშა პრემიერაზე, სოფიკომ თვითონ დამიმაგრა ეს თავსაბურავი. მე ზუსტად ვიციო, ზუსტად სად უნდა იყოსო. დაიდგა 91-ში, მე მგონი. ხო, 91-ში. ბევრი დრო გავიდა, საკმაოდ. ალბათ ჩემთვის პირადად ყველაზე ესეთი როლი. რამაც გარდატეხა არ ვიცი, რამდენად მოახდინა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ძალიან. ეს ალბათ არის ივდითი, იმიტომ რომ არ ვიცი, ალბათ ბევრი მსახიობისთვის სანატრელი როლი. ნუ თუ ერი უნდა სდები. შენ ეს არ მიჩნევა, მაგრამ ესია. ძვირფასო ივდით. უკანასკნელად. ურთულესი, იმიტომ რომ მე სულ ახალგაზრდა გოგო მართლა არაფერს არ წარმოვადგენდი და მომიწია ვერიკო ანჯაფარიძეს და სოფიკო ჭიაურელის მერე მეთამაშა ეს როლი და ესეთი საპასუხისმგებლო იყო, რომ ეხლაც რომ ახსენდება პირველად რომ მითხრა სოფიკომ, რომ ესე ვაპირებ, რომ აღვადგინო ურიელა კოსტა და შენ უნდა იყო ივდითიო, აი ხაც რომ ახსენდება, იყო არ ვიცი ეს შიში, ინერვიულობა, ყველაფერი ერთად. ვისაც აქვს ძალა და ნებისყოფა, ის მთელ ქვეყანას დაიმორჩილებს. პატარა რო ვიყავი, ჩემი გართობა იყო ცეკვა და სიმღერა, ალბათ არ ვიცი. ბაბუჩემს ოპერაში რაც ახლობლები ყავდა და პაჩკაში აკერინა ჩემთვის ამხელა. აი ის მეცოდა თავი მეგონა ბალერინა, მაია პლისეცკაია. მე როდესაც ცოტა წამოვიზარდე და რაღაც ცეკვა რა თქმა უნდა გადავდე გვერდზე და გავაგრძელე სიმღერა, ასე მოვხვდი მზიურში. მღეროდი, უკრავდი, მართლა ბედნიერი და სასწაული პერიოდი იყო. სრულიად შემთხვევით აი ხო ცეკვავდი და მღეროდი. სადღაც მე-10 კლასში გადავწყვიტე, რომ უნდა გამოვიდე მოდელი ვარ. და მინდა სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებ. აი რა შუაში იყო, არ ვიცი. ვაბარებდი სამხატვრო აკადემიაში მოდელირებაზე და მირეკავს ჩემი მეგობარი თამარ ზაქარიაძე. და მეუბნება, რომ კაცო თეატრალურში ვაბარებო წელსო და წამოვა ერთად ჩავაბარო, თუ მე მგონი მარინაც აბარებს უკაყიანიო და ჩვენ ბავშვებიდან მეგობრები ვიყავით. მოდი მეუთხარი, ჩავაბაროთ. მოხვდები, არ მოხვდები და რა ვქნა ეხლა. აი ასე. სრულიად შემთხვევით მოვხვდით მე თამრიკო და მარინა ერთ წელს თეატრალურში, ისე რომ არც მიფიქრია. თავიდან ჯგუფი აიყვანა ჩვენი ქალბატონმა ლილი ოსელიანმა. მაგრამ მერე გაიყო ჯგუფი, ძალიან ბევრი ვიყავით და მერე უკვე მოვხვდი ბატონ გიგა ლორთქიფაინძესთან და გიგა ლორთქიფაინძესთან დავამთავრე ინსტიტუტი და მთელი ჯგუფი წამოგვიყვანა, ისე მოვხვდი მარჯანიშვილის თეატრში. ხო და რომ მოვედი სექტემბერში თეატრში, დამხვდა ჩემი გვარი მთავარ როლზე, რაღაც ზღაპარი ლილეი ესე ერქვა ზღაპარი და მთავარ როლზე ნინო დუმბაძე. ესეც ალბათ გამართლება იყო, რომ მთავარ როლით შემოვადგი ფეხი ამ თეატრში. ბევრი იყო ძალიან საინტერესო სამუშაო, საინტერესო პარტნიორებთან, ვერიკო
ანჯაფარიძით დავიწყებ. იმიტომ რომ სოფიკომ ასევე გააკეთა სპექტაკლი გვირილა, სადაც თამაშობდით მე, ნინო ხომასურიძე შვილებს, სოფიკოს შვილებს და თამერიკო ანჯაფარიძეც თამაშობდა ეგ მოხუცებულ ბებიას. რა შემიძლია? აი აქ შემდის და გამდის. და კიდე მოაშორე შენი გაკოთებული გვირილას თუ მიაზდის. გივი ბერიკაშვილთან თამაშობდი რამოდენიმე სპექტაკლი ხა ნეაპოლში მამაჩემს თამაშობდა, მგზნებარი შეყვარებულს, ჩემ შეყვარებულს თამაშობდა. უამრავი სპექტაკლი ჰქონდა, ჩემი ეიფელის კოშკი, სადაც გივისთან ერთად ვიყავი. ყველასთან მიმუშავია. როგორ ვერ გამოვყოფა, არ შემიძლია. რეჟისორებთანაც ახლა რომ მოვედი, რა თქმა უნდა, გოგისთან, მე ქალბატონი მედია კუჭუხიძე, არაჩვეულებრივი. კუჭუხიძემ გააკეთა მაშინ ჩიკამაცუ იყო ეს იაპონელი მწერალი, მის პიესა შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულს. ძალიან კარგი სპექტაკლი იყო. ლამაზი რაღაცა ესეთი აი სხვანაირი, სხვა ესთეტიკის სპექტაკლი იყო. თემურთან ბევრი არ მიმუშავია, რამოდენიმე 2 თუ 3 სპექტაკლი გავაკეთეთ ერთად. ძალიან დიდი სიამოვნება იყო მასთან მუშაობა. თემური იყო აი მის რეპეტიციებზე არც იღლებოდი. სულ გეგონა რომ რაღაცას შენ თვითონ აკეთებ. ამ დროს თვითონ მიყავდი ისე უმტკივნეულოდ და ისე ადვილად და რაღაცნაირად გიხსნიდა ამ ყველაფერს, რომ სულ ქონდა სურვილი, რომ აი კიდევ იქნებ კიდევ. თავიდან თემური რომ მოვიდა თეატრში, ძალიან მალე დადგა აღსარება. ირაკლი უჩანეიშვილი მთავარ როლში, მაშინ პირველად მოვიდა ალიკო მახარობლიშვილი თეატრში და მის პირველი როლი იყო ამ აღსარებაში. სხვათა შორის თემურის ეს სპექტაკლი თამაშობდით თეატრში და მერე გააკეთა ტელევარიანტი, კუს ტბაზე გადაიღო. ისე მიყვარს ეს თეატრი არანორმალურად, მართლა არა. ხუმრობა ხო არ არის, 45 წელია უკვე ამ თეატრში ვარ. ძალიან დიდი დრო გავიდა, მართლა ამ თეატრში რომ მოვედი, მაშინ ყველა ის არაჩვეულებრივი მსახიობი, ვინც კი დღეს მარჯანიშვილის თეატრის ისტორიაა. აი ამ კედლებში დადიოდნენ, სცენაზე თამაშობდნენ და რომ მოვედი მომიწია ამ ხალხთან ერთად სცენაზე დგომა. სცენა არის ალბათ ჯადოსნობაზე მეტი. აი რაღაცა იმ სიტყვებს ალბათ ვერასოდეს ვერ პოულობ რა არის შენთვის პირადად, ჩემთვის პირადად სცენა. ჯადოქრობა, ჯადოსნობა, ყველაფერი კარგი, ბლა 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 სიტყვებია. კიდე რაღაცა სხვა არის, უფრო მეტია.